გამარჯობა. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ჰორმონ ჩანაცვლებით თერაპიაზე. თუ რა არის ის, როგორ მუშაობს და რა მნიშვნელოვანი საკითხები არის გასათვალისწინებელი მისი დანიშვნისას. პერიმენოპაუზა არის გარდამავალი ფაზა, როდესაც საკვარცხლები თანდათანობით კარგავს ფუნქციას. ჰორმონ ჩანაცვლებითი თერაპია გვეხმარება ამ გარდამავალ პერიოდში პერიმენოპაუზიდან პოსტმენოპაუზამდე. თუ თქვენ ხართ პერიმენოპაუზურ ან პოსტმენოპაუზურ პერიოდში, ძვლების ჯანმრთელობის შენარჩუნების მიზნით, ან ისეთი სიმპტომების მართვისთვის, როგორებიცაა უეცარი წამახურებები, ხასიათის ცვლილებები, შესაძლოა განიხილოთ ჰორმონ ჩანაცვლებითი თერაპია. მაშასე, რა არის ჰორმონ ჩანაცვლებითი თერაპია? ჰორმონ ჩანაცვლებითი თერაპია გულისხმობს ესტროგენისა და პროგესტინის მიღებას, რათა მოხდეს იმ ჰორმონების ჩანაცვლება, რომლებსაც აღარ გამოყოფს საკვარცხლები. ჰორმონ ჩანაცვლებითი თერაპია შესაძლებელია ჩატარდეს სხვადასხვა ფორმით: ტაბლეტით, ტრანსდერმული პლასტირით, კრემით, გელით ან სპრეით. ჰორმონ თერაპიის მიზანია შეამციროს მენოპაუზისთვის დამახასიათებელი სიმპტომები. ესტროგენი ეხმარება ესტროგენის დეფიციტთან დაკავშირებული სიმპტომების შემცირებაში, ხოლო პროგესტინი იცავს საშუალო შიდა კედელს გასქელებისგან. ვისაუბროთ ჰორმონ ჩანაცვლებითი თერაპიის სარგებელზე. ის მკვეთრად ამცირებს უეცარ წამახურებებს, ღამით ოფლიანობას და საშოს სიმშრალეს. ის გვეხმარება მენოპაუზის სხვა სიმპტომების მართვაშიც, როგორიცაა ხასიათის ცვლილება, შფოთვა და დაღლილობა. შედეგად აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს. ასევე ჰორმონ თერაპია აფერხებს ძვლის მასის კარგვას, ამცირებს ოსტეოპოროზისა და მოტეხილობის რისკს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჰორმონ თერაპიის დაწყების ოქროს ფანჯარა არის მენოპაუზის დაწყებიდან 10 წელი, როდესაც ძვალსა და ზოგად ჯანმრთელობაზე სარგებელი ყველაზე გამოხატულია, რისკი კი დაბალი. ჰორმონ ჩანაცვლებითი თერაპიის დაწყებამდე გასათვალისწინებელია მკურნალობის რისკები და გვერდითი ეფექტები. აღსანიშნავია, რომ თქვენი ჰორმონების იდენტური ჰორმონებით ჩანაცვლებითი თერაპია ვერ ახდენს ბუნებრივად წარმოქმნილი ჰორმონების ზუსტ იმიტაციას. პერიმენოპაუზის დროს არარეგულარული სისხლდენა შეიძლება აღინიშნებოდეს ჰორმონ ჩანაცვლებით თერაპიის ზოგიერთი ფორმის დროს. რისკის ფაქტორების არსებობის შემთხვევაში ჰორმონ ჩანაცვლებითი თერაპიის ტაბლეტირებულმა ფორმებმა შესაძლოა გაზარდოს თრომბებისა და ინსულტის განვითარების რისკი. მენოპაუზის შემდგომ პერიოდში კომბინირებული ჰორმონ ჩანაცვლებითი თერაპია ესტროგენი პროგესტინთან ერთად მცირედ ზრდის ძუძუს კიბოს განვითარების რისკს. განსაკუთრებით თუ ჰორმონ თერაპია არის ხანგრძლივი და მაღალი დოზებით. ამგვარად მნიშვნელოვანია ამ საკითხების განხილვა მკურნალ ექიმთან. მენოპაუზის დროს ყველა ქალს არ ესაჭიროება ჰორმონ ჩანაცვლებითი თერაპია, თუმცა მისი დანიშვნა განიხილება თუ ყოველდღიურ ცხოვრებაზე უარყოფით გავლენას ახდენს მენოპაუზური სიმპტომები. ჰორმონ თერაპია ასევე შეიძლება დაინიშნოს შედარებით ახალგაზრდა ქალებში პერიმენოპაუზის დროს, როდესაც აღინიშნება ოსტეოპოროზის მაღალი რისკი. ჰორმონ თერაპია რეკომენდებულია ადრეული მენოპაუზისა და საკვარცხლების ნაადრევი უკმარისობის დროს, თუ არ არის წინააღმდეგ ჩვენებები. ჰორმონ ჩანაცვლებითი თერაპია შეიძლება დაგვეხმაროს რეგულარული მენსტრუალური ციკლის დროსაც, როდესაც გამოხატულია მენოპაუზისთვის დამახასიათებელი სიმპტომები. მეორე მხრივ, ჰორმონ თერაპიას უნდა მოერიდონ ადამიანები, ვისაც ანამნეზში აქვს ჰორმონ დამოკიდებული ავთვისებიანი სიმსივნეები. ტაბლეტირებული ესტროგენი არ უნდა გამოიყენებოდეს ქალებში, რომელთაც წარსულში აღენიშნებოდა თრომბოზი ან ინსულტი. თუ გაქვთ ღვიძლის ან გულის ზოგიერთი დაავადება, ჰორმონ თერაპიამ შესაძლოა ეს რისკები კიდევ უფრო გაზარდოს. 60 წლის ასაკის ზემოთ ჰორმონ ჩანაცვლებითი თერაპია ასოცირდება კიდევ უფრო მაღალ რისკთან. აუცილებლად გაესაუბრეთ მკურნალ ექიმს, რათა შეფასდეს, რამდენად შესაფერისია თქვენთვის ჰორმონ ჩანაცვლებითი თერაპია. თუ ყოყმანობთ ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ იწყებთ ჰორმონ ჩანაცვლებით თერაპიას, არ იღელვოთ. არსებობს მკურნალობის ალტერნატიული საშუალებები. დაიწყებთ თუ არა ჰორმონ ჩანაცვლებით თერაპიას, გახსოვდეთ, მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესის რეკომენდაციების გათვალისწინება. ასევე მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ადამიანების უმრავლესობისთვის მენოპაუზის სიმპტომები მცირდება დროთა განმავლობაში. მენოპაუზის შემდეგ მენსტრუალური ციკლის და სხვა მრავალი გინეკოლოგიური პრობლემა, შაკიკი და პრემენსტრუალური სინდრომი ლაგდება. გახსოვდეთ, გაუფრთხილდით საკუთარ თავს და იზრუნეთ ჯანმრთელობაზე პოსტმენოპაუზურ პერიოდში. მადლობა, რომ გვიყურებთ.